თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასი დაიწყო. მასტერკლასების მიზანია მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და ფუნდამენტური კვლევებით დაინტერესება. მასტერკლასები განათლების სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა და მის ბაზაზე მოქმედი ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ სესიას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასტერკლასები საქართველოში ყოველწლიურად იმართება. წელს დაგეგმილია კიდევ 5 მასტერკლასის ჩატარება 5 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩვენი თანამშრომლობა CERN-თან 2020 წელს დაიწყო ამ მიმართულებით და ყოველწლიურად იზრდება როგორც ჩატარებული მასტერკლასების რაოდენობა, ასევე ამ მასტერკლასებით დაფარული რეგიონების არეალი. განათლების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მეცნიერების პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი წარმატებული ახალგაზრდის ჩართვა სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. შესაბამისად, სამინისტრო განაგრძობს ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას. ძირითადი დანიშნულება აი ამ მასტერკლასების არის ახალგაზრდებს აჩვენოს ის შესაძლებლობები, რესურსები, პოტენციალი, რომელიც მათ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ STEM და ტექნოლოგიების მიმართულებით მეცნიერებაში გააგრძელებენ თავის სამომავლო კარიერას. ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი მასტერკლასით. ძალიან ბევრი საერთო ცენი უბრალოდ გაგებული მქონდა სკოლიდან და დაახლოებით ვიცოდი, რომ ეს იყო ბირთვული ინჟინერიის ლაბორატორია და წელს უკვე კონკრეტულად ვისწავლე რა ხდებოდა შიგნით, რა სიკულებდნენ